აბა მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, ჩემი არხის მაყურებლებო. ხო, დიდი ხანი არ გამოვჩდი, მქონდა რაღაც საქმეები, მეც ეს ივნისის თვე ხედავთ, როგორი არასტაბილურია თავისი ყველაფრით. და აი როგორც როიტყვიან სასწორი, აი ესე ვართ ეხლა მთელი სამყარო. აი, წარმოიდგინეთ, რომ სასწორია და იწონება რა ყველაფერი ან იქით, ან აქეთ. ანუ, როგორც შექსპირმა თქვა, ჰამლეტის სიტყვებს გამიმეორებ, ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის. და დავამთავრე, ანუ კომენტარებს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი თავისი შესავლებით, თავისი ყველაფრით. მთლიანად განხილული მაქვს ასე თუ ისე და შეხებული ვარ ყველა თემას. თუ სინამდვილეში რა უნდათ, რატო ხდება ეს ყველაფერი, რა პერიოდში ვართ, რა ენერგო საინფორმაციო ველში ვართ მოქცეული, როგორ ადის ჩვენი ენერგიები, როგორ ადის დედამიწის ენერგიები იწევს ზემოთ. ეს როგორი რეზონანსში მიდის ადამიანის ფიქრებთან, გრძნობებთან, ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობასთან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, სულიერად, ტკივილს განიცდის, დარდს, რაღაცა სევდას, ნერვოზი და ფსიქოზი, ეს ხო ქრონიკული დაავადებაა. მაგრამ აი დეპრესია და რაღაცა აი ესეთი რაღაცეები რატო ხდება ეს ყველაფერი, მაგ ყველა ვიდეოში შესავალში. მისმენდით, არ მისმენდით, შეიძლება ახალი შემოსული ხართ და ეხლა ჩართეთ ეს ვიდეო. მაგ იქ სათაურებში ერავ, რატო ხდება ეს, რატომ, ვთქვათ, სამყარო რას გვანიშნებს ამით, ანუ ბევრი თემები ჩემს არხზე, სადაც განვიხილავ ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენი მდგომარეობა არის პირდაპირ დამოკიდებული ჩვენზე, ანუ ჩვენ მოქმედებაზე, ჩვენ ფიქრებზე, ჩვენს გრძნობებზე და თუ მეტი დადებითი კეთილი ენერგია იქნება სამყაროში, მაშინ რა ხდება მაშინ? უარყოფითი ენერგია ნელ-ნელა ჩამოქცილდება, ეს მასიური უარყოფითი ენერგია, რომელიც ყველა მხრიდან ახლა ძალიან გვიტევს, გვანჭღრევს, გვაძანძარებს ყველა მხრიდან და მე ვიცი თქვენი შიშები და თქვენი ფორიაქი და ყველაფერი, იმიტომ რომ მე შემომდის ეს ენერგოთერაპევტი ვარ, ენერგიებთან ვარ ახლოს და გრძნობ ყველაფერს რო იტყვიან. შეგრძნებითაც და ისედაც ხედავ მოვლენებს, მაგრამ ჯობი არ ვხედავდე. კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენი მომავალი ღმერთს უნდა ჩვენთვის კარგი და ჩვენზეა დამოკიდებული. და რაც უფრო მეტი ადამიანი გავაჟღერებს მშვიდობას, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიტყვით, რომ გვინდა მშვიდობა, გვინდა გადარჩენა, გვინდა ჰარმონია სამყაროში, გვინდა ნათელი კეთილი ძალები, სიკეთე, კეთილდღეობა, სათნოება და არა ძალადობა, ბოროტება, უსამართლობა, რევოლუცია, ომი, რაც უნდათ აგერ ხო, იმ მხარეს და ლამის თელ მსოფლიოს. ამას ყველაფერს ისმენენ ჩვენი მფარველები და უმაღლესი უზენაესი ძალები. გაიგეთ ხალხო, ჩვენ არ ვართ მარტო. ესმით ჩვენი გაჟღერება, ჩვენი ფიქრები, ჩვენი დარდები, ყველაფერი. და ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ პირველ რიგში სიმშვიდე. და დაგვაკარგვინეს ეს სიმშვიდე, გესმით? დაგვაკარგვინეს. და ეს, როცა ეს ენერგია შემოდის, არა აქვს მნიშვნელობა ვისი სახით, რისი სახით. ეს არის ენერგია, რომელიც გაკარგვინებს სიმშვიდეს. გაწყებინებს შიშს და გეწყება ფორიაქი, შფოთი და უძილობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სიმპტომებია იმ უარყოფითი დაბალ ვიბრაციული ენერგიის, რომელსაც უნდა ჩვენი აი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, რომ რაც შეიძლება მეტი საკვები მიიღოს. ჩვენი ენერგია, ანუ უარყოფითი ენერგია რა ხდება, იცით?
რომ შემოდის უარყოფითი ენერგია. ჯერ ერთი სუნთქვა გიჭირს, ხო? გეწყება ფორიაკი, შიში. მოგდის სულ ცუდი აზრები. და ანუ აი ესეთ მდგომარეობაში რო ხარ, შენ დაუნებურად იცლები, ნახე? გაცლის ენერგიას. გაცლის, გესმის? და დადებით ენერგიას რა აქვს? პირიქით გავსებს დადებითი ენერგია. ის სიმღერა, ის ცეკვა, ის მხიარულება, ის ადამიანებთან, შენ საყვარელ ადამიანებთან, კარგ ხალხთან, ხო? ურთიერთობა ყვებავს, გავსებს და რაღაცნაირად აი ავსებული ხარ, ბედნიერი ხარ, სიყვარული, სითბო, იმედი შემოდის, თბები. და ამ ენერგიას ანუ რა უნდა, ანუ აქედან გამომდინარე, ხო, ძალიან ადვილია დაასკვნა. რა ენერგია შემოდის? ის ენერგია შემოდის, დიახ ბატონო, ის მეორე ენერგია შემოდის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, თავისუფალ ნებაში რო ვერ ერევიან და ეს ღმერთისგან გვაქვს ჩვენ ყველა ადამიანებს მოცემული, ამიტომ უნდა უთხრათ, არა, არ ვღებულობ უარყოფით ენერგიას. და აი რო იწყენ განვედით, ხო, ჩემგან. ესე უნდა გაუშვათ თქვენგან, თქვენი ფიქრებიდან, თქვენი აზრებიდან, თქვენი გულიდან, თქვენი გრძნობიდან. ეს მაცდურია, ეს არ მინდა იმის თქმა, ჟმაკია, ბოროტია, ანუ გესმით, არა აქვს მნიშვნელობა რა სახით და ვისი სახით. ყველას გვაქვს ახლა ეს სიტუაცია, აბსოლუტურად უმეტესობას. ან უბრალოდ არ ვიცით და ადგილს ვერ პოულობთ და რა ხდება. ეს არის სამყაროდან წამოსული, ანუ გესმით, კოლექტიური ენერგია შემოდის. ეს ენერგოსაინფორმაციო ველი დაბინძურებული რო არის და თან ძალიან შემოდის ეს რაღაცაში ფოთი და ვერ ხვდები, ანუ ადგილს ვერ პოულობ და აი ესე ხარ, რატო ვარ ესე და შენ თვითონ გიკვირ შენი თავის. ვერ ხსნი. აი ეს არის. ესმის მოქმედებს, მაინც მოქმედებს ეს ოხერი. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ, მოკლედ გამეგრძელდა. ეხლა ნახეთ, აი ორი დასტა ავიღე. ერთი არის The Gregory's Code, პირველი და მეორე არის 78 კარის ტარო. და არის Classic Tarot Cards, ესეთი პატარა, ესეთი ლამაზი. ხო და ეს იქნება როგორც კითხვები, არა, advice, რჩევები. ამ ორიდან ხარ, თქვენ რომელიც გინდა დაირჩიეთ, ან ორივეს უყურეთ, ჯერ რა თქმა უნდა, ნუ ხა ურთიერთობებზე მაქვს, იმიტომ რომ ეს გაინტერესებთ თქვენ პირადული ადამიანი, მისი გრძნობები, მისი ენერგია, მისი ფიქრები, ის ადამიანებიც დღეს ქაოსში არიან, მათი ტვინი დღეს, ანუ კი ფუნქციონირებს, მაგრამ დაბნეულია. ბევრ რაღაცას ვერ იმაშვება რა, აი, ვერ აზროვნებს მეთქი ვერ ვიტყვი ხა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ ამის ვერ აზროვნებს. ძალიან ბევრ ამის ზოგს ეთიშება საერთოდ ტვინი. მაგრამ ეს პროცესია ასეთი, ნახეთ. მას კი არ უნდა ეს. ისიც განიცდის ამას. ეს არის კოლექტიური. ყველა სხვადასხვანაირად შევდივართ ამ ახალ ენერგიებში, ამ დიდ გადასვლაში, აი ესეთ დედამიწისეულ, აი ესეთ გარდაქმნის, ტრანსმუტაციის პერიოდში, გესმით? მეერწყულის. მოკლედ, ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანზეა ეს გაშლა. ადამიანზე, რომელთანაც გაქვთ გრძნობები, ურთიერთობა, რაღაც, მოკლედ, ხო, თქვენ ახლა თქვენი საჯარო გაშლა და თქვენ თავზე ინდივიდუალურად მოარგეთ, მე უბრალოდ დავიწყებ პირველი პოზიციით, The Gregory's Tarot card, აი ამით პირველი პოზიცია. ჯერ ვნახოთ ამ ადამიანის ენერგიები, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო? და მე შიგადაშიგ მივყვები თვითონ ინფორმაცია, რაც მომივა კარტისგან. ჯერ ვინ არის ეს ადამიანი? ნახოთ, თქვენ ჩაიფიქრეთ, ვინ არის და რა მდგომარეობაში, რა ენერგიებში. აქ ამოდის ჭიქები. ანუ ამოდის გაყოფა, ამოდის
რაღაცა შეიძლება ამ მომენტში უმრავლესობას გაქვთ კონფლიქტი, ან გაყოფილები ხართ, ან უბრალოდ შორის ხართ. ადამიანი, რომელიც შორს არის, ფიქრობს თქვენზე, ჭიქები ამოდის მხიარულება, შეიძლება მეგობრებთან არის, შეიძლება დროს ტარება უყვარს, შეიძლება ხშირად სვავს, სასმელს, არ არის აუცილებელი ალკოჰოლს, მაგრამ ეხლა ესეთი კარტია ნახე, ძმა ბიჭებთან ერთად, ხო? და ამოდის, რომ რაღაცნაირად ეშინა თქვენი დაკარგვის. აქ ჩანს მანძილე, ეს სიგნიფიკატორია, სამი კარტი ამოვიღო, მხოლოდ და ასევე ითვლის რაღაცას, აი ფულს ითვლის. რაღაცას მუშაობს, რაღაცას აკეთებს და ანუ თითქოს არ ყოფნის, ან იმდენი არ აქვს, რამდენიც უნდა გქონდეს და ანუ აქ ჩანს ის, რომ მატერიალურად დამოკიდებული, ანუ უყვარს რა, ფული ყველას უყვარს, მაგრამ ცოტა ისეთია. აი ყველაფერი რომ უნდა იცოდეს რა, სად რა, როგორ, ანუ განკარგვა, ხო, ფინანსების. კარგი, ნახოთ ახლა ვინც ჩაიფიქრა პირველი პერსონა ვარიანტი და თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი რას განიცდის რა მდგომარეობაში? რა გრძნობა აქვს, რა ფიქრები ვინც ჩაიფიქრა? პირველი ვარიანტი რა ხდება? რაღაცას მალავს ეს ადამიანი, ჩემო კარგები. ანუ ნახეთ, თქვენ ხართ მისთვის, ანუ გამარჯვების კარტი ამოდის. გამარჯვების კარტი რო ამოდის ყურადღების ცენტრში. შეიძლება თქვენ ხართ ისეთი ნათელი და შესამჩნევი ფიგურა, რო გიცნობთ ხალხი და ამაყობს თქვენით, ანუ რაღაც მომენტში იამაყება, რომ ყავხართ თქვენ, ან უყვარ ხართ, ან აქვს ურთიერთობა, ან პარტნიორი ხართ, შეყარებული ხართ. ყოველ შემთხვევაში ცუდი კარტი არ არის, მაგრამ აქ განცდები რაღაც შიშები, რაღაც ჩხოთები, რაზეც ვისაუბრე. შეიძლება ესეც ამ სიტუაციაში. ეხლა და ეს მთვარე რო ამოვიდა, ნახეთ, ეს არის იდუმალებით მოცული მთვარე. კარტი, რომელიც მეანიშნებს ბევრ რამეს. ნახეთ, ეს არის საჯარო გაშლა. ეხლა მე რომ თქვენთან მქონდეს აი ეს პირდაპირ უშუალო კონტაქტი, ხო, კონსულტაციას რო ვატარებდე, მე გეტყოდით, ეს ადამიანი ხო არ სვავს რამე ესეთ დამამშვიდებელ წამლებს, ხო არ უყვარს დალევა, ხო არ უყვარს ზოგჯერ ნარკოტიკული რაღაც სიგარეტების მოწევა. ან შეიძლება ეს ადამიანი თვითონ არის ძალიან ემოციური და აქ შინაგანი კომპლექსები ბევრი. აი, აქ ამოდის ფინანსები, ნახე, ფულთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. თავიდანაც ამოვიდა, რომ ითვლი და ეჯდა ის დამთვლელი, აღარ ვიტავთქვა ის მეორე ენერგიის წარმომადგენელი, ხო? მატერიალისტი. მაგრამ აქ ნახე უფრთხილდება თავის რაღაც სტაბილურობას. აი რო იყვნენ ორივე ხელით ეჭიდება, რომ ეს სტაბილურობა არ დაერქვას, მაგრამ რაღაცას მალავს. ეხლა ამ მომენტში შეიძლება მუშაობს, რაღაცას აკეთებს, ან წასულია ქალაქ გარეთ, ან სხვაგან, ანუ ბევრი ვარიანტი შეიძლება ვთქვა, ეს არის საჯარო გაშლა. კონტაქტი არის მიმოწერის. ესე მანიშნებენ. ნუ ონლაინ რა მოკლედ. ხო, და აბა რას მალავს თქვენთან მიმართებაში? აქ რამე საიდუმლო ამ ადამიანს მალავს რამეს ის ადამიანი, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა. აქ რამე დასამალი თქვენთან. ოჯახი. აქ ამოდის ორი მამაკაცი. ამოდის შვილები და ამოდის ოჯახი. ეხლა მე არ ვიცი ოჯახს რანაირად დამალავს ეს ადამიანი, თუ თქვენთან ურთიერთობა აქვს. შეიძლება ყავდა ოჯახი და შვილები ამისთვის ძვირფასი. და თვითონ როგორც იმპერატორი ესეთ როლში ამოდის, იმიტომ რომ ამ ოჯახს ვერთმობს. შეიძლება წამოსულია ოჯახიდან, მაგრამ შვილების გამო ბოლომდე ოჯახიდან ვერ გამოდის. იმიტომ რომ აქ ამოდის, რომ ძალიან დარდობს, ეს მისთვის დიდი განსაცდელია. ნახე? დიდი განსაცდელია, დარდობს ამაზე. მაგრამ ნახოთ, თუ ამ ადამიანს ყავს ოჯახი, როგორც ესე ამოვიდა, ხო? მაშინ
როგორც იმპერატორი, ბრძანებელი, განკარგულების გამცემი. ამ ადამიანს ოჯახში, ამ თავის მეუღლესთან, როგორი ურთიერთობა, როგორ დამოკიდებულება აქვს. შვილები უყვარს, როგორც ამოდის და ფიქრობს, რა ურთიერთობა ამ ადამიანს თავის მეუღლესთან, ოფიციალურ მეუღლესთან. არა, კარგი ურთიერთობა. კარმულია ეს. ქორწინებაში არ იმიტომ რომ ამოდის ისეთი კარტი, რაც მაჩვენებენ ოფიციალური. შეიძლება იყო ხელმოწერილი, ან ჯვარდაწერილი. რაღაც პოზიციების დაცვა და რაღაცა, ფარას, მალს და გულგატეხი, გულგაცრუებული და პლუს ამოდის ბედის ბოლბალი, რომელიც ეს არის კარმული საკრალური კარტი, რომელიც ხან წაღმატრიალდება, ხან უკუღმატრიალდება. ფაქტიურად მე შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, რომ რაღაცას იხდის ეს ადამიანი. რაღაცა დააშავა და აქვე ამ ცხოვრებაშივე ბუმბერანგივით უტრიალდება. შეიძლება ეს ოჯახის ამბავიც. იმიტომ აქ ახლა ბუმბერანგივით დატრიალებული, რომ რაღაც დააშავა. ხო? ამას მანიშნებენ კარტები. მინდა ვკითხო classic tarot card. უმრავლესობას ამოვიდა, რომ ოჯახი არის და მაინც აბა მაშინ თქვენთან ვინც ახლა უყურებთ ხო ამ ვიდეოს, რა გრძნობა, რა აკავშირებს, რა ურთიერთობა აკავშირებს თქვენთან. თუ ოჯახი აქვს, თუ არეული აქვს სიტუაცია, თუ რაღაც გულდაწყვეტა, გულგაცრუება პარტნიორთან, ხო მეუღლესთან, ოფიციალურთან. თქვენთან რა ურთიერთობა აქვს? თქვენთან. საყვარლობა. ბნება. ინტიმი, სექსი. სერიოზული განსწრაფვა თუ აქვს თქვენთან. თქვენ ამოხვიდით აქ წამყვანი ქალი, რომელიც უნთებთ ცეცხლს მას. თქვენს მიმართ თუ აქვს სერიოზული განზრახვა ამ ეტაპზე. ოჯახს ვერ მივატოვებ, ესეთი სიტყვები აქვს, ნახე? ოჯახს ვერ მივატოვებ, მაგრამ შენთან ურთიერთობას გავაგრძელებ. იმიტომ რომ ვიღებ სიამოვნებას. მე ჯვარდაწერილი ვარ, ოფიციალური ქმარი ვარ, მაგრამ შენთან მინდა ცეცხლს მინდებ, მოკლედ რა. და დროს ვატარებ და შენთან ვხდები სულელი. სიყვარულში მასულელებ. რაღაც ამ დაგვარი. აქ სერიოზულობა არ ჩანს, იმიტომ რომ მაინც ოჯახი ამოსდის. მაშინ თქვენ რა როლი შეასრულეთ მის ეტაპზე, იმ ცხოვრების მომენტში, როცა გქონდათ ურთიერთობა, რა როლი შეასრულეთ. ამ ბოლო, ვთქვათ, 1 წლის განმავლობაში, ხო შეიძლება მეტი, მაგრამ პირობითად ავიღოთ 1 წელი, ეს კონტაქტი, ხო, ურთიერთობა, შეხვედრა, საუბრები, რა როლი გქონდათ მასთან, თქვენ, პირადად თქვენ. გრძნობით სავსე მოდიოდა, უნდა თქვენი ნახვა, თქვენთან შეხვედრა, აქ სტაბილურად მოდიოდა, გნახულობდათ. ქაოსი ამოსდის, რას ნიშნავს? აბნევდით, უნდა რა თქვენი ნახვა და ხო იცით, სიყვარული აბნევს ადამიანს. დამთავრებული არ არის ბოლომდე და ისევ ოჯახის კარტი ამოდის. შეიძლება თქვენც ოჯახი გყავთ, არ ვიცი, ეხლა მე ხო არ ვიცი, ოჯახის კარტი 3-ჯერ ამოვიდა უკვე. ან თვითონ არის შეძლებული. მაშინ გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას ეს ადამიანი. თუ რეზონირს და მომწერით, მაინტერესებს. გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას. როგორი რაღაცა არის, იცით? აქ ამოვიდა უზენაესი, უმაღლესი სამყაროს, the judgment, ხო? როგორ აღწერო. როცა ადამიანს დააყენებენ და
ეტყვიან, რომ ეს ჩაგიდენია შენ. როცა მის ცხოვრებას, როგორც კინოფილმი, ესე აჩვენებენ მის ყველას აქციელს. და მოკითხავენ თან, რომ ეს გაგიკეთებია. ეს თვითონ სამყარო, ნახე, სამყარო აკეთებს ამას. და ამოდის მსხვერპლშეწირვის კარტი, ამოდის სტაგნაციის კარტი, რომ ამ სიტუაციიდან, რაც მან დააშავა, რაც მან გააკეთა. მე არ ვიცი, ხო, ოჯახის კარტი ამოდის კიდევ ერთხელ ვიძახი და თქვენთან როგორ ძნობა აქ და ქონდა და შეხვედრებით ურთიერთობა იყო ესეც ამოდის, მაგრამ აქ მე გაგრძელებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ამოდის დასასრული და სტაგნაცია. ანუ ამოყირავებული და რაც მთავარია, ეს, აღდგენის კარტიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, ეს არის განკითხვის დღე, როცა საყვირი ჩაბერავენ საყვირს ანგელოზები, დააყენებენ ყველას და ყველა ცოდვას მოკითხავენ. და ეს ადამიანი, როგორ ნახე, როგორია თავის ცოდვებისგან. რო იტყვიან აქვს ცოდვები. ყველას გვაქვს ცოდვები, არავინ არ ვართ უცოდველი. მაგრამ ესეთ პოზიციაში არის ეხლა, ამ ახლო მომავალში თუ ამ სიტუაციაში ამოდის ეს კარტი. ნახეთ, ესეთი ინფორმაცია მოდის, მე არ ვიცი ვიზე მოდის, ვინ ნახავს ამას, ვისთვის არის ეს, მაგრამ მოდის, ხო? მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. 78 კარის დასტა. აბა, ვინ არის ეს ადამიანი? ეხლა ჩაიფიქრეთ, თქვენთვის საინტერესო ადამიანი და რა ენერგიებშია ის. ნახოთ, ენერგიებშია ეს ადამიანი. რაღაცა ეჭვებშია, რაღაცა დარჩია, რაღაც ფიქრებშია, რაღაც თავისთვის არის, რაღაც კარი ჩაეკეტა ამ ადამიანს თქვენთან მოსასვლელი კარი და დიდი ლოდი, დიდი წინააღმობა რომ თქვენამდე მოვიდეს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს ადამიანი ამ ლოდს როიტყვენ გადააგორებს და მოქმედება იქნება. თვითონ ადამიანი მანიპულატორი, თუ შეიძლება ესე დავარქვათ, მაგი, რომელიც 4-ვე სტიქიას მართავს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საუბარი და თქვენი დარწმუნება ბევრ რამეში. კარგით. თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი როგორ გრძნობით რა, ფიქრებით რა, დამოკიდებულება. ეხლა ვინც უყურებს და მეორე პოზიციაზე. ვინდა სახელიც თქვით. რა აკავშირებს, რა გრძნობა აქვს თქვენთან მიმართებაში. მას მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ მას დილში წესისმრებით. თქვენ ხართ მისთვის რადარი. საერთოდ როცა ზღვაში, ოკეანეში, ხო? გემებს უნათებენ გზას და დგას ესე დიდი რადარი, იცით თქვენ გინახიათ ტელევიზორში, კინოებშიც არის და ესე ჩირაღდნით ხელში ადამიანი ანათებს და უჩვენებს გზას, მოდი აქეთ, გემს, ხო? არსული რაღაცა გაექცა ეს ადამიანი, რაღაც სიტუაციას გაექცა. ეს იყო ქალთან მიმართებაში, თუ თქვენთან მიმართებაში, ხა კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა. მე რომ მქონდეს თქვენთან კონსულტაცია პირადია, ესეთი საუბარი, ხო? გეტყოდით რა, რაღაცას გაექცა, წარწულს რაღაცას გაექცა. და მიზეზი, ვინ არის ამ შემთხვევაში, ხო? მე ვკითხავ კარტს, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენთან დაზუსტება, ხო? ყველა სხვადასხვა ვარიანტია. იქნებოდა, ნახოთ, რა არის მიზეზი, რას გაექცა ეს კაცი? კარცულიდან რაღაც სიტუაციიდან გაქცევა, რას გაექცა კონკრეტულად, რას? გაყოფას, ბნებას,
ფლირტაობას, რაღაც სიტუაციას და შეეშინდა გასამართლების. აქაც judgment ამოდის. და ასევე ამოდის ავტორიტეტი, ანუ კანონო მოქცევას. არჩევანის წინაშე დგებოდა. ანუ ეფლირტავებოდა ვიღაცას, რაღაცა ქონდა, რაღაც ბნება ქონდა და გაყოფილი იყო და გაიქცა, მაგრამ თქვენ მისთვის რა დარიხართ? კიდევ ერთხელ ვიძახი და ღამე ნახე ესიზმრებით, ანუ და ასევე თქვენ ხართ მისთვის საჩუქარი და ეს მან ძალიან კარგად იცის. ანუ არ უნდა თქვენი დაკარგვა. ნახოთ ახლა როგორი იქნება მისი მომდევნო ნაბიჯი. მოქმედება თქვენთან მიმართებაში, სამომავლოდ როგორი იქნება მისი გადამოდგმული ნაბიჯი. ნახეთ, თუ სხვადასხვანაირად მიმყავს, იმიტომ რომ ორი სხვადასხვანაირი დასტა და შესაბამისად იმან რა ინფორმაციაც მომცა, იმის მიხედვით ვეკითხები, ეს სხვა ინფორმაციას მაწვდის, ხო? ანუ საჯარო გაშლაა, მაგრამ განსხვავება არის. ხო, აი, როგორი იქნება მისი ნაბიჯი სამომავლოდ. ისევ რა დარიხართ, თქვენ რჩებით, ახალი დასაწყისი დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ, თუ იყო რამე, მე არ ვიცი. ისეთი სიტუაცია ქალთან მიმართებაში, ან ფლირტი, ან დროებითი გატაცება, ან დაბრუნება წარსულის პარტნიორთან, ან რაღაცა, ხო? მე ხო არ ვიცი რა. იცოდეთ, რომ საჩუქარს გიგზავნით სამყარო, მან გაათვიცნობიერა, გაექცა იმ წარსულ რაღაცას, ურთიერთობას, თქვენ ხართ მის გულში, დარჩით ისევ ეს გზის მაჩვენებელი, ცხოვრების მეგზური, შეიძლება მეუღლეც მეგურებთ და აქ არის ახალი დასაწყისი აუცილებლად, დაბადება, თავიდან დაიბადება, თქვენი გრძნობა განახლდება, თქვენი სიყვარული, თქვენი ურთიერთობა. და საჩუქრით და ანუ გასაჩუქრეთ რაღაცა თქვენ გადაგიტანიათ რაღაც ტკივილი და სამყარო კომპენსაციას გაძლევთ. დავაზუსტოთ. ეს კომპენსაცია თქვენი ტკივილის ამ კაციდან, ამ ადამიანიდან მოყენებული კომპენსაცია სამყაროდან ახალი დასაწყისი ურთიერთობის. ნახე, სიკვდილი იყო. ანუ იმ მომენტში იმ ადამიანმა რაც ჩაიდინა თუ რაც გააკეთა, ანუ მოკვდით და ხელახლა გაცოცხლდით. აი ესეთი მომენტი, ანუ სიკვდილის შემდეგ მოდის კეთილდღეობა, ხო, ნახე, სიძლიერე თქვენი ურთიერთობის, თქვენი ერთობის, ანუ ერთობა, ნახე, 10-იანი, ანუ ტრანსმუტაცია აქაც, ნახე, ტრანსფორმაცია, რომ ის ძველი უნდა მოკვდეს, რომ დაიბადოს ახალი. ნუ ესეც კანონის, სამყაროს კანონზომიერებაა და სამყაროს კანონია, ამიტომ ანუ ის სიკვდილი, რაც გაიარეთ, ანუ პირობითად, ხო, ჯვარი გწერიათ, მაგრამ ის უარყოფითი, თითქმის სიკვდილამდე მისული ტრაგედია, ნერვები, ნერვიულობა, დარდი, ღალატი, რა ვიცი, ხო, ბევრი რამე. ახლა დაჯილდოვდებით ამით. ახალი, განახლებული, სტაბილური, გრძნობით და ურთიერთობით ამ ადამიანისგან და საერთოდ სამყაროსგან და თქვენ შეერთდებით ბოლო და იქნებით ერთად სამყაროს ასიათ ჩაფიქრებული. ნახეთ, აქაც როგორი სიტუაციაა. აქ თავისუფალი ნების პრინციპით მიდის მოვლენები, გაძლევენ არჩევანის საშუალებას. დაფიქრებას, აი როგორც ეს ადამიანი ზის აი ამ რაღაც გალერეაში. თუ გინდა დაანგრიე, თუ შენთვის ეს მტკივნეულია. მაგრამ შენ ირჩევ მაინც მას, იმიტომ რომ ყავთ საერთო რაღაცა გაკავშირებთ და ისევ სამყარო გაძლევთ ახალ დასაწყისს და ახალი დაბადება, გრძნობების, სიყვარულის,
ყველაფრის. საბოლოოდ რას ეთხოვით მეორე ვარიანტს? ანუ გაიხსენებს თქვენთან გატარებულ წარსულში ის სიყვარული, რაც გაკავშირებდათ, რაც იყო წარსული, ხო, როგორც დაიწყო. აი ეს მომენტები, ხო? და სტაბილურად იგრძნობს თქვენთან თავს. აქაც ნახეთ, ყველა მამაკაცის რო იყვიან, გული სტაბილურობაზე გადის. ანუ აჭამე, მოუარე, იზრუნე, ტელევიზორი ჩაურთე, ანუ ხო ხედავთ, აი თვითონ ფიგურებიც კი როგორია. ხო? მამაკაცის ბუნება, სტაბილურობას, ანუ ეჭიდება. არ უნდა დაკარგოს რა, ეს კომფორტის ზონა. და მაინც ვკითხავ, the classic tarot card. საკუთარ მეორე ვარიანტი ჩაიფიქრე. რას ეთხოვით მეორე ვარიანტს, ეხლა ვინც უყურებს. და არ აქვს მნიშვნელობა, ქმარია, შეყვარებულია, საყვარელია, პარტნიორია, ვინ არის. საჯარო ბავშვია, რას ეთხოვით მას? თქვენი იმპერატორი ამოდის. დაბნეული, მინდა გითხრათ, სიყვარულით. თქვენ და მე და ისევ აქაც უბრუნდება თქვენ წარსულ სიყვარულს. ანუ ან წარსულიდან მოდის ეს ადამიანი, ან წარსულში გაკავშირებდათ სიყვარული, ან მოკლედ ბევრი ვარიანტებია, მაგრამ მთლიანობაში მინდა გითხრათ ის, რომ ეს იმპერატორი დაიბნა რაღაც მომენტში. აქაც ნახეთ, ეს არის განსახილველი თემა, საჯარო თემა, ესე ანუ ბევრ ამეს, როცა საჯარო ვიდეოა ვერ ვიტყვი, მაგრამ ადამიანი დაიბნა რაღაც მომენტში. აემყვრა გონება, ბესპაპუტალ რუსებს აქვთ ესეთი, ხო, გამონათქვა რა. რაღაც მასტურმა აურია გონება, მაგრამ სიყვარული ძლიერია, რომელიც ყველაფერზე და ყველაზე იმარჯვებს და ისევ უბრუნდება წრფელ ნამდვილ სიყვარულს. ანუ თქვენ ნამდვილად თქვენ. აბა თქვენ გაიმარჯვოს სიყვარულმა დროებით.